ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა პროგრესულად მოაზროვნე არასტანდარტული ბიზნესმენი, მეცენატი და კორიფე სტუმარმასპინძლობის, რომელმაც ისეთი ხელწერა დატოვა ამ ქვეყანაში, რომ მისი სახელი მე ვფიქრობ, ალბათ საუკუნეები გადაეცემა მომავალ თაობას. ჩემთვის ახლა როგორც ერთ-ერთი მოქალაქისთვის და სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანისთვის ვფიქრობ, რომ მან ამ ქვეყანას მიცა საუკუნოვანი პროექტი უდაბნო, რომელიც არის 20,000 ჰექტარი და არის რეგენერაციული ფერმერული მეურნეობა, გამორჩეული როგორც ამიერკავკასიაში, ასე ვფიქრობ, რომ ევროპის კონტინენტზეც მსგავსი რამ არ არსებობს. ეს არის ის, რომ ჩვენ არ ვეხებით ბუნებას და რასაც ბუნება დაგვიბრუნებს, იმ სარგებელს მივიღებთ მხოლოდ. ეს არის, მე ვფიქრობ, რომ მომავალი თაობების ახალი ისტორია სოფლის მეურნეობაში, თავი რომ დავანებოთ იმ გამორჩეულ სივრცეებზე, რომელიც მან დაუტოვა თავის ოჯახს და ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს და მოსახლეობას, რა თქმა უნდა. ალბათ, ეხლა რომ მისმენდეს, ყველაზე უფრო მაგაზე გაბრაზდებოდა, იმიტომ რომ არასდროს არ უყვარდა იმ სიკეთეზე საუბარი, რასაც ის აკეთებდა და ხშირად ეს ყოველთვის უმეტესწილად ხდებოდა დაფარულად და ყოველთვის ხას უსვავდა იმას, რომ ეს არ იყო გასასაჯაროებელი. რამსველდის ფონდი არსებობს ასეთი კამკას ქსელი საქართველოში, რომელიც ჯარისკაცებს, თავდაცვის სფეროში მომუშავე სტუდენტებს სტიპენდიას უფინანსებდა. მე ვფიქრობ, რომ ესეც ერთ-ერთი გამოძახილი იყო მისი პატრიოტიზმის, მისი სურვილის, რომ თავისი ქვეყანა საუკეთესო ყოფილიყო და არ ვიცი, ძალიან ბევრი რამ დაიწერა სოციალურ ქსელში, დაწყებული ჰოსპისებიდან დამთავრებული მუნიციპალიტეტებით, სადაც მას ტაძრები, სკოლები, სხვადასხვა აქტივობები გაკეთებული, ყოველი მისი გადადგმული ნაბიჯი უკავშირდებოდა საქართველოს მომავალს. როდესაც მისი დიაგნოზი დადგინდა, ერთად ვისხედით და ვსაუბრობდით, რა უნდა გაეკეთებინა და მითხრა, რომ მთელ თანხას ჩადებდა იმისთვის, რომ შეექმნა ონკოცენტრი ქვეყანაში, სადაც არც ერთ ადამიანს არ მოუწევდა უცხოეთში წასვლა და აქ ექნებოდა საერთაშორისო სტანდარტის სრულფასოვანი კლინიკა. და ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობდა და ამბობდა, რომ თუ გვინდაო, რომ ეს არ დაგვემართოს, მაშინ ჯანსაღად უნდა ვიცხოვროთო. თუ ჯანსაღად უნდა ვიცხოვროთო, მაშინ ხარისხიანი პროდუქტი უნდა ვაწარმოოთო და ვეუბნებოდი, რომ ესე იგი არ დატოვებ არც ერთ ჯაჭვს, სადაც შენ ყვალს არ დაამჩნევ. კლინიკა, რა თქმა უნდა, არ დაგვრცელდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი რამ ამ ქვეყანაში აუცილებლად გაკეთდება. მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანამ ყველაზე დიდი მედასავლეთე, ნოვატორი და ლიბერალი დაკარგა, იმიტომ რომ მარტო სიტყვებით კი არ იყო ის ამ იდეების მატარებელი, არამედ საქმითაც. ის იყო გადაჭარბების გარეშე შემოქმედი თანამედროვე საქართველოსი. თუ ვინმეს გაიხსენებენ 100 წლის მერე, რომ ვინ იყო 21 საუკუნეში, მართლაც აი ძმები ზუბალაშვილების, აკაკი ხოშტარიას, დავით სარაჯიშვილის მსგავსი პიროვნებები, მე ვფიქრობ, რომ თემურ უგულავაზე ამის თქმა არავის, ასე ვთქვათ, დაეზარება კი არა, ნამდვილად იმსახურებს და ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. თითეული მისიის პროექტი, რასაც ხედავთ მთელი საქართველოს მასშტაბით, კიდევ ერთხელ იყო აი ამ დასავლური და ევროპული ღირებულებების გაგრძელება და ხელშეწყობა და განმტკიცება ჩვენ საზოგადოებაში. ჩვენ პარტნიორები ვიყავით, არა ბიზნეს რაღაცა სარგებლის მიღების კუთხით, არამედ პარტნიორები ვიყავით საქართველოს ევროინტეგრაციის
კურსის ხელშეწყობაში და გამტკიცებაში და ის პროექტები რა პროექტებში ჩვენ ასე ვთქვათ პარტნიორები ვიყავით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. ის ძალიან დიდი იდეების ადამიანი იყო და ამ იდეებს მარტო თავისთვის კი არ დაატარებდა, არამედ გუნდს კრებდა, თავის თანამოაზრეების ჯგუფს კრებდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რეალობად ექცია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს, რა ვიცი, ძალიან დიდი კაშკაშა მანათობელი ვარსკვლავი დაკარგა ამ წყდიაჩი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მისი ეს დატოვებული საქმეები ძალიან ბევრ ადამიანს და პირველ რიგში ახალგაზრდებს შთააგონებს იმისთვის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვეულებრივად ადამიანი, როგორი უნდა იყოს სიკეთის მატარებელი ადამიანი, ამასთანავე ნოვატორი და ძალიან დიდი ქართველი, მაგრამ ამავდროულად ძალიან თავმდაბალი და ღირსეული ადამიანი. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ეს მემკვიდრეობა და მისი გზა აუცილებლად გაგრძელდება და ბევრი ახალგაზრდა ძალიან დიდ მაგალითს მიიღებს ყველაფრისგან. თემური გავიცანი ბევრი წლის წინ, დაახლოებით 17-18 წლის წინ და ის мотиваცია, რომელიც მან მომცა, იყო ის, რომ ერთად დაგვეწყო ის საქმეები, რომელიცაც შეიყვარა თელმა ქვეყანამ, გაიცნო მთელმა მსოფლიომ საქართველოს და დავიწყეთ პირველი ქართული ბრენდის შენება, რომელმაც დიდი ეპოქა შექმნა რაღაცა რევოლუცია ამ ქვეყანაში სტუმარ მასპინძლობის თვალსაზრისით. ალბათ ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანი დავკარგე ცხოვრებაში, მაგრამ არა მარტო მე, დაკარგა ქვეყანამ, რაც თავარია, დაკარგა ძალიან დიდი იდეა, რომელსაც ქვეყნის განვითარების იდეა იყო, ეს არ იყო ბიზნესის კეთება, ეს იყო იდეა, რომელსაც ალბათ თითოეული ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, იყო ჩართული, იყო მისი საყვარელი ადგილები და ადგილები, რომელშიც ყველას თავის ადგილს იპოვნიდა. ყაზბეგში, როდესაც ჩავედით, მახსოვს 40 ოჯახი იყო სულ დარჩენილი, იმიტომ რომ უმუშევრობა, გაჭირვება, სიღარიბე და რუმსმა ყაზბეგმა, რაც თემურმა ჩაუყარა საფუძველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ დაბრუნდა მთელი სოფელი და დღეს ტურისტულად ყველაზე მიმზიდველი ადგილია. თბილისის ყველაზე დავიწყებული შენობები, ისევ ყველაზე მნიშვნელოვან თავშეყრის ადგილებად იქცა და გონია, რომ ახალი თაობისთვის ეს იყო იმხელა გარღვევა, რომელმაც მოიტანა ევროპელობა, რომელმაც მოიტანა დასავლეთი, რომელმაც მოიტანა ის, რომ თითი საჩვენებელი ქვეყანა გავხდით მსოფლიოში, მსოფლიო ტურიზმის რუკაზე, უდიდესი იდეის და უდიდესი გამოწვევების ადამიანი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ ამის სახელით უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს. ჩემი კონტაქტი მასთან დაიწყო ბავშვთა ჰოსპისის ციცინათელების ქვეყანასთან თანამშრომლობით. ეს არის ადგილი, სადაც მძიმე უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები, რომლებსაც მცირე ხნის სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვთ დარჩენილი, ატარებენ თავის დარჩენილ სიცოცხლეს ხარისხიანად. და ეს დაწესებულება არის სრულიად უფასო როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვისაც. თემური იყო ის ერთ-ერთი, ვინც საშუალებას აძლევდა ამ ჰოსპისს, ამ ბავშვებს, რომელთა უმეტესობა დღეს ცოცხლები აღარ არიან სამწუხაროდ და თანამშრომლებს, რომ ეს მომსახურება ხარისხიანად გასწიონ, ხოლო იმ ბავშვებს, ვინც იქ ცხოვრობდნენ და ახლა ცხოვრობენ, ხარისხიანად გაატარონ დარჩენილი სიცოცხლე. ყოველთვის როცა მხდებოდა, განსაკუთრებულ მადლობას ვეუბნებოდი და ვეუბნებოდი, როგორი არაჩვეულებრივია. რა ვიცი, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რამეზე უთქვავს უარი. ჩვენ დაახლოებით 5 წელი სასტუმრო რუმსის და სტამბას სივრცეში ვაკეთებთ საქველმოქმედო აუქციონს, ამ აუქციონს თავიდან ბოლომდე უფასოდ გვიკეთებდა, როგორც სივრცის მოცემით, ასევე გამასპინძლებით, თანამშრომლების, მისი არაჩვეულებრივი თანამშრომლების დახმარებით, თანამშრომლების დასვენებით, ჰოსპისის თანამშრომლების დასვენებით რუმსის სხვადასხვა სასტუმროებში და ასევე ფულადი შემოწირულობებით იყო ყოველთვის ჩვენს გვერდით.
თბილის შესძინა დასავლური ევროპური ღირებულება, ფასეულობა, ის იყო ესე ვთქვათ მეტრი გემოვნების, ბევრი დღემდე ბაძავს მას, აი სასტუმროებში შევსულ და მიგრძნია, რომ რაღაცა რუმსის და სტამბის გავლენის ქვეშ არის, მაგრამ ახლოს ვერ მიდიან მასთან, იმიტომ რომ უზადო გემოვნება ჰქონდა ამ ადამიანს. აი უდახვეწილესი ადამიანი იყო და ძალიან სადა. ვერ გადმოგცემთ იმ მადლობას და იმ ჩემ პატივისცემას მის მიმართ, რომელიც ჩემში მუდმივად იყო, არის და მუდმივად იქნება და მგონია, რომ არის რაღაცა ძალა, ის რომელიც არ იკარგება და მგონია, რომ უკვალოდ არაფერი არ ქრება, ასე რომ ის სულ იყო, არის და იქნება მომავალშიც. მე არ მახსენდება პროექტი, რომელიც თემურ უგულავას დაეწყოს და სიტყვის დონეზე ის არ ყოფილიყოს განწირული, რომ აუ არ გამოვა. მისთვის ყველაფერი გამოდიოდა. მაგრამ რაც მთავარია, ამისთვის არანაირ ასე ვთქვათ, პიროვნულ დაფასებას არ ითხოვდა. თუ ვინმემ გააკეთა საქართველოსთვის, თბილისისთვის, აი ეს მომენტი, რომ ჩვენ რუკაზე ვართ, საერთაშორისო მედიას ვაინტერესებთ ტურიზმის მიმართულებით, ყოველგვარი ანგარების გარეშე ეს იყო თემურ უგულავა. იმიტომ რომ ეს იყო ხედვის ადამიანი, ბიზნეს ენაზე მათ ვიჟიონერის ეძახიან და თემურს ჰქონდა ის, რაც არ აქვს ბევრ სხვა ბიზნესმენს. ის სიყვარული, რაც მან საზოგადოების მხრიდან დაიმსახურა, ნიშნავს, რომ ძალიან სწორად იცხოვრა. თემურის არ ყოფნით ჩვენ დაგვაკლდება ხედვა, რაც მოგვაკლებს განვითარებას, დაგვაკლდება ის ვიღაცისთვის სიგიჟეები, ჩემთვის კიდევ გემოვნება, სიმარტივე და სწრაფი გადაწყვეტა, რასაც ისახერხებდა და ამ სწრაფ გადაწყვეტაში კიდე ყველა დეტალში ჩადიოდა. დაგვაკლდება გარდა პიროვნული სიკეთისა, როხროხა, არაჩვეულებრივი გულის ადამიანისა, დაგვაკლდება და ბიზნეს საზოგადოებას დააკლდება ადამიანი, რომელიც შეიძლება ესე არ იყო ჩართული მათ წრეში და მარაქაში, ანუ ბიზნესმენების, მაგრამ ის გამორჩეული ხედვის ადამიანი იყო, რომელიც განვითარების ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო და აი ამ ადგილის შევსება რთული იქნება. ამ ადამიანმა გააკეთა ქვეყანაში პატარა ქვეყნის მოდელი, აი როგორი უნდა იყოს ქვეყნის მოდელი, დემოკრატიული, ლიბერალური, ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველასთვის ღია, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის, შეძლების მქონე ადამიანისთვის. თავისი გარდაცვალებითაც მაგალითი გვანახა, ისევე როგორც თავის სიცოცხლეს გარდაცვალებითაც მაგალითი ანახა, თქვათ ადამიანებს, ვისაც დღეს რაღაცის კეთების უნარი შესწევთ, რომ აი თუმე აი ესე უნდა იცხოვრო, ესე უნდა აკეთო. რომ ბოლო ყველა მიდის ხო ამ ქვეყნიდან, რომ აი ესე გიხსენიებდა და ესეთი კვალი დატოვო შენს უკან. Forbes-ის სია რო შედგა მდიდარი ადამიანები, სადღაც ქვევით იყო და მახსოვს, რომ Forbes-ის რედაქციაშიც კი გაუკვირდეთ, როდესაც ნახეს ეს მონაცემები, იმიტომ რომ წარმოუდგენლად ბევრს გასცემდა. მე მგონი იმაზე მეც გასცემდა, ვიდრე ქონდა ჩემთვის პირადად, ჩემთვის რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აი რასაც გასცემდა, არასოდეს უკან, არა მარტო არაფერი არ მოუთხოვია. იმდენად არ იმჩნევდა ამ დახმარებას, პირიქით გაგირბოდა, რომ თითქოს არაფერ შუაში იყო ამ ყველაფერთან. აი ეს იყო მისი ძალიან დიდი განსაკუთრებულობა და ასე მგონია, რომ ყველასთვის მაგალითი. სადღაც თქვათ ყაზბეგის რუმსის გახსნა იქნებოდა თუ ბათუმის დიდ გახსნებს და პომპეზოს ხო არსად არაფერს არ აკეთებდა, რომ ესე არავის არ შეემჩნია, ხო? მაგრამ ყველგან ისეთი შეუმჩნევლად იყო, რომ ადამიანებს ეგონა, რომ იცი თემური კი არ მინახავს უგულავა, მაგრამ და რაღაცას აგზდება ბეტყოდის სიამოვნებით და ვერ ხვდებოდა, რომ კი, აი ეს რაღაც მუშა თუ პრარაბი, ვინც ეგონათ ის იყო თემურ უგულავა. თემური იყო ის ადამიანი, ვინც აი შეკვეთას კი არ აძლევდა ვიღაცას და მერე შედეგს კი არ უყურებდა, არა, თავიდან ბოლომდე თვითონ იყო ჩართული ამ ყველაფერზე.
როგორღა ვიგზნოთ თავები კარგად, ან როგორ მივხვდეთ, რა გზას დავადგეთ, თემურისნაირ კაცს როცა ვკარგავთ, ან ამ დანაკლის როგორ აღვადგენთ, ან და საერთოდ არ ტკივა ესვის, მართალი გითხრათ, ნაკლებად მესმის, დიდს თუ პატარას, კაცებს თუ ქალებს, ყველას ვინც მისგან ელოდა შველას, ის არა მარტო დააკლდა ქალაქს, ის ჩვენ დააგვაკლდა საერთოდ ყველას, ქალაქ თბილისის დარჩება ამბად, კაცის ვინც შვილებს დიდა ლაღებად და ის სიცოცხლებს რუმსად და სტამბად და რა თქმა უნდა ნუშის ბაღებად. ძალიან ძნელია თემურაზე ლაპარაკი ჩემთვის. სხვანაირი ბიჭი იყო რა, მე ეგეთი ხალხი არ შემხვედრია. კოსმოპოლი რა თქმა უნდა ეს მარტო ქართველი არ იყო რა. ეს დიდი ადამიანი იყო რა. просто დაიბადა და ჩვენ ყველას რაღაცა ბედნიერება შეხვდა, ვინც ახლო იმ მომენტში ვიყავით. აზროვნება შეცვალა, გაიგე, ეს ფეოდალური აზროვნება, რომ აი რაღაცა უნდა იჯდეს უფროსი ოფისში და იქ რაღაცა უნდა დიდი ოთახი იყოს და რაღაცა და ვიღაცა უნდა ერთი კაცი წყვიტავდეს და რაღაცა და ეს აი გააღო ისინი და აი რაღაცა საზოგადო სივრცე შექმნა, აი რაღაცა თან ამას ყველაფერს აკეთებდა უბრალოდ აი ესე იჯდა ჩვეულებრივი და ერთი ქალს რაღაცა რა ამბავია 15 ლარი ხაჭაპური და მე დაგპატიჟებ თქვა ბატონო უცხო შენ რა უნდა დამპატიჟე იმიტომ მუშასავით ეცვა იქვე იდგა და აი ბოლომდე თვითონ აკეთებდა ყველაფერს და აი რაღაცეები აი ისეთი რაღაცეები გააკეთა არაორდინალური და ეს ისე ბუნებრივად და არ უყვარდა საშინლად ამაზე ლაპარაკი და αφიშა ამისი და არ თამაშობდა ამ იმას და არასოდეს არ მახსოვს უსარგებლია ან თავისი უფროსობით ან იმით ის ყველგან ყოველთვის სადაც ეგ მოდიოდა ეს უყვარდა რომ მაგის გარშემო ყველაფერი კარგად არის 2014 წელს როცა შემოვუერთდი გუნდს, მაშინ იყო რუმს თბილისის მშენებლობის აქტიური ფაზა იყო. და რომ შემოვედი შენობაში, ჯერ პირველი ის მქონდა რომ მივხვდი რომ რაღაცა ძალიან განსაკუთრებულ ადგილას მოვხვდი, ძალიან განსაკუთრებული ადამიანების გარემოცვაში. და დავინახე ადამიანი, რომელიც პირველად მეგონა რომ იყო სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი, იმიტომ რომ ეცვა ის ძალიან აქტიურად იყო რა ჩართული მშენებლობაში და რაღაცა ისე ვუთხარი, აღარ მახსოვს რაღაცა ვკითხე, როგორც კითხავ თანამშრომლს და ეს ჩემო თანამშრომლმა ეს ხელი მომარტყა და მითხრა რომ ესო თემურ უგულაბა არისო და რეალურად მაშინ გავიცანი პირველად და მივხვდი რომ ესო ესე იქნებოდა და ეს იყო ადამიანი რომელიც ესე ქმნიდა და ესე აკეთებდა საქმეს. ძალიან იშვიათად ნახავდით რომ თემური ყოფილიყო ოფისში. ყოველთვის დადიოდა ნებისმიერი პროექტის მუშაობის შექმნის პროცესში, ყოველთვის ჩართული იყო, აინტერესებდა ყველას აზრი, სვავდა ძალიან ბევრ კითხვას. და მისი გუნდის, მისი თანამშრომლების განურჩევლად პოზიციისა, განურჩევლად, არ ვიცი, სტაჟისა, მისთვის ყოველთვის ყველას აზრი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველთვის ყველასთან შეეძლო ნებისმიერი საკითხის განხილვა, იმიტომ რომ ამ პროცესში თვითონაც ძალიან ბევრ რაღაცას ფიქრობდა, ცვლიდა, ავითარებდა და ჩემი და ჩვენი ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა არის, რომლებიც წლების განმავლობაში მასთან ერთად ამ ყველაფერს ვქნიდით, რომ გავაგრძელოთ მის მემკვიდრეობა ღირსეულად. ძალიან სამწუხაროა ბატონ თემურის გარდაცვალება და ვუსამძიმრებ მის ყველა ახლობელ ადამიანს. დიდი მადლობა მინდა უთხრა მას, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობდით ბავშვის განვითარების საკითხებზე, აბსოლუტურად უანგაროდ გვეხმარებოდა ხოლმე და ჩვენს პროფესიულ თემში ვიცოდით, რომ ნებისმიერ დროს, როცა დაგვჭირდებოდა მაგალითად საკონფერენციო სივრცე, ის ყოველთვის თანახმა იყო, რომ ეს დაეთმო ჩვენთვის რა თქმა უნდა უფასოდ. გარდა ამისა, არაერთი ბავშვი მახსენდება, რომლის თერაპიებიც მას დაუფინანსებია და დარწმუნებული ვარ, დღემდე სხვადასხვა ცენტრებში მომსახურებას იღებენ ბავშვები, რომლებიც თანხას არ იხდიან და სწორედ მისი ორგანიზაციებიდან ფინანსდებიან.
მე მას არ ვიცნობდი. მოვფრინავდი გაეროს ერთ-ერთი ღონისძიებიდან. გვერდით იჯდა უცნობი ადამიანი, სპორტულად ჩაცმული და უცებ მომიბრუნდა და მე ქართველი ხართ და კი მეთქი ქართველი ვარ. აუო ძალიან არ მიყვარს ფრენაო და მოდი რა მელაპარაკეო და მე ზოგადად ლაპარაკი ძალიან მიყვარს და ბევრ ლაპარაკობ და თვითფრინავში მით უმეტეს არც მე ვარ თქვათ ამ ფობიისგან თავისუფალი და მომცა დაშორებისას როცა ჩვენ უკვე თბილისში ჩამოვფრინდით სტამბულიდანაც ერთად ვიმგზავრეთ თბილისში და მომცა სავიზიტო ბარათი დავხედე არც ეს არ შევიმჩნიე იმიტომ რომ არაფერი არ მითხრა სახელმა და გვარმა და ოფისში რომ მივედი რამდენიმე დღეში ჩემმა ერთმა ახლობელმა ნახა და ეს სავიზიტო ბარათი აქ საიდან მეთქი ჩემია ერთად ვიფრინეთ მეთქი მე და ამა და იცნობ არა მეთქი ხა მაგას ნაცნობობა არ ქვია მეთქი ერთად ვიფრინეთ და რაღაცა კეთილგანწყობით დავშორდით თქო და აუ გეხოცებოდ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მაქვსო და ვერ მივაწვდინეთო ხმაო და შეგიძლიაო რომ დაურეკო რატომ არ დაურეკავ ოღონდ კომპლექსის გარეშე დაურეკე მართლა არ ვიცოდი ვინ იყო და მაშინვე მიპასუხეთ მაგრამ მე თქვენი ტელეფონი ჩაწერილი მქონდა უთხარი ეს პროგრამის შესახებ და აი ამ პროექტის შესახებ აუცილებლად მივიღებ და დავესაუბრები. შედგა ეს პროექტი, მე ადევნებდი თვალყურს როგორ ვითარდებოდა ეს პროექტი. და რაღაცა პერიოდის შემდეგ დამირეკა და მითხრა რომ თქვენ ამ პროექტში არ მონაწილეობთ, ყობა რომ არ ვნახა იქ აქტიურად ჩართული არ ვიყავი, არ ვესწრებოდი არც მოლაპარაკებებს, არც ამ პროგრამის განხორციელებას. ძალიან ისე დილობიანად მკითხა რომ თქვენ ამ პროექტში არ მონაწილეობთო და არა მეთქი და კარგითო მითხრა. და 1 საათში მოვიდა მანქანა, ძღოლმა დამირეკა და მითხრა რომ თქვენთან კონვერტიმა გადმოსაცემი ბატონმა თემურ უგულავამ გამომატანა. და სხვათა შორის მეგობარმა ისე ყასი დაჩემპირდა რომ აი, ეხა ეს პროექტი თუ გამოვა, ერთ კარგ მანქანას გიყიდე, მაშინ მანქანა არ მყავდა და ნუ ცოტა ახალგაზრდაც ვიყავი და გამიხარდა, მაგრამ მან არ შეასრულა ეს პირობა და კონვერტში იყო იდო ზუსტად ის თანხა რაც იმ ჩემს მანქანას მოხმარდა მე. აი ძალიან ბევრი ადამიანს აქვს ფული, ძალიან ბევრი ადამიანია მდიდარი, მაგრამ აი როგორი ტერმინი ხომ არსებობს ასეთი თანამედროვე ტერმინები, ინფლუენსერები, ენტერპრენერები. ეს იყო ტიპიური ენტერპრენერი. ეს რომ ამერიკაში დაბადებული იყო, არ იქნებოდა არც ბილ გეიტსზე ნაკლები და არც სხვა რომელიმე გიგანტ კომპანიაზე ნაკლები, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები, ასეთი ნიჭით, თანდაყოლილი ნიჭით იბადებიან, როცა აკეთებ ბიზნესს და სოციალური გარემოც გათვალისწინებულ. ხა ისეთებს ვკითხულობ, რომ თავისთვის დაწყნარად იყო ძალიან თავმდაბალი, საკმარის იყო ვინმეს თხოვნით მიემართა. ხა ჩემმა ერთმა მეყველამ ქალბატონმა ქეთი დევდარიანმა დააწერა ჩემი სტატუსის ქვეშ, ანა, ჩემი შვილის სწავლა დააფინანსა. ნუ ხა თქვენ ვერ წარმოიდგენთ რაზეა ლაპარაკი, ადამიანი ცხოვრობს წალკაში, მარტო მგონია რომ მე ვიცნობ მის მას და მის ყველს და მის შვილს აფინანსებს, მისი შვილის სწავლას აფინანსებს. ანუ ასეთი ჩუმის იკეთები აქვს ბევრი ნაკეთები, პლუს მართლა ენტერპრენერია და პლუს მე მაქვს ასეთი პირადი, ასე ვთქვათ, გადაკვეთა მასთან სრულიად უცნაური, დაუჯერებელიც კი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი მისი ავადმყოფობა, ვიცოდი სიმძიმე ამ ავადმყოფობის, მაინც დაუჯერებელია რომ წავიდა. არც ვიცნობ მე თემურისნაირ ადამიანს, აი იმ ყველა მონაცემით, რაც დაქონდა ამ ადამიანს რა. ეს აკეთებდეს სიკეთეს, რომელსაც მაქსიმალურად ფასს აცილებდეს ადამიანი, მხოლოდ თემურიზე ვიცი რა. მადლობის თქმის საშუალებასაც არ მოგცემდა. ჩემი ხა დიდი კონცერტები რაც ჰქონდა რა რუსთაველის თეატრში, ოპერაში, არც თემურის გარეშე არ იქნებოდა რა. რუსთაველის თეატრის კონცერტის მთლიანად დააფინანსა, საგიჟეთი კონცერტი იყო რაღაცა და არ მოვიდა. მაგრამ მე მეწყინა ჯერ რა და მე გავიგე რა მე ხა იქ რომ მოვიდეო სცენიდან იქ მადლობებს და იმებს მეტყვიანო რა და არ შემილია. კარგი მწერალი უნდა რომ თემური აღწეროს გმირია რა, ლიტერატურული გმირია. აი მართლა ფანტასტიკური რომანის რა. აი მის ცხოვრება აღარ ჭირდება ფანტაზია მწერალს, უბრალოდ კარგად შეისწავლოს მისი ნამოქმედარი და აი ესეთი გმირია რომანის, რომ შევა სხვა წიგნის გმირებზე უფრო მნიშვნელოვანი გახდეს რა. არანორმალურად ნიჭიერი ადამიანი იყო რა. და პლუს გემოვნება რომ რასაც ქმნიდა
იცი ხა იგივე სტამბა, ფაბრიკა, რუმსიეს, ეს ხო ყველაფერი თბილისი გახდა. და ის თბილისი, რომელიც მაგრა ასწორებს რა. იმ რიგში ადამიანების, რომელიც თითებზე ჩამოსათვლელია, ვის გარეშეც თბილისს გაუჭირდა მე ცხოვრება რა. First of all, he was a visionary. უპირველეს ყოვლისა ის იყო შორს მჭრეტელი ადამიანი. გამორჩეული გემოვნება ჰქონდა. ხოლო მისი სასტუმრო სწორედ მისი პირადი ხედვისა და გემოვნების შედეგი იყო. ჩვენ არაჩვეულებრივი ადამიანი დავკარგეთ. როგორც პიროვნება ის უფრო წარმატებულიც კი იყო ვიდრე როგორც ბიზნესმენი. ძალიან თავმდაბალი და მოკრძალებული იყო. უამრავ ადამიანს ეხმარებოდა ყოველგვარი ხმაურისა და საკუთარი თავის წარმოჩენის გარეშე. არასდროს უსვამდა ხაზს იმ ქველმოქმედებას, რასაც აკეთებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელებში ადამიანების გამოხმაურებებიდან კიდევ უფრო ბევრი რამ გავიგეთ ამის შესახებ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ადრე წავიდა, რადგან შეეძლო ქვეყნისთვის კიდევ ძალიან ბევრი გაეკეთებინა, არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ ადამიანური თვალსაზრისითაც. სამწუხაროდ ხშირად სწორედ საუკეთესო ადამიანები მიდიან ყველაზე ადრე. თემური გავიცანი 17 წლის წინ ნიუ-იორკში, იყო ჩემი დიდი მენტორი, უფრო ძმას ვეძახდი, მეგობარი და ასევე რა თქმა უნდა შემდეგ უკვე პროფესიონალური ბევრი წელი ერთად გატარებული. ყოველთვის იყო წინ რაღაცა ესეთი მებრძოლი, ამიტომ ყოველთვის მივყვებოდით მის რჩევებს და ერთად წინ და ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული ამბავი არის ახლა რაც ხდება და ქვეყანამ და თელმა საზოგადოებამ დაკარგა ძალიან ნიჭიერი, განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც ყველას ჩვენ აუცილებლად დაგვაკლდება, მაგრამ ყოველთვის გვემახსოვრება და გავაგრძელებთ მის მიერ დატოვებულ საქმიანობას. თემურ უბლავა იყო ადამიანი, რომელსაც სჯეროდა საქართველოს. სჯეროდა, რომ ჩვენ ქვეყანას შეეძლო ყოფილიყო თანამედროვე, მზიდველი და საინტერესო მთელი მსოფლიოსთვის. მან ამით ათასობით ადამიანს მისცა და ახალგაზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თემურისთან, ძალიან ბევრ ახალგაზრდას მისცა განვითარების, დასაქმების, საკუთარი შესაძლებლობის რეალიზების შანსი. თემურ უბლავამ დატოვა რწმენა, რომ საქართველო იმსახურებს საუკეთესოს. რომ უზარმაზარი დიდი ცვლილებები ერთი ადამიანის ხედვიდანაც შეიძლება დაიწყოს. გამაგარია შეგრძნება. და კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილი მემკვიდრეობა შენობებში კი არ არის, ადამიანებში, შთაგონებაში და იმ კვალში რჩება, რომელსაც ცხოვრებაში ტოვებ. უნდა რაღაცნაირი განსაკუთრებული უნარი. დაენახა შესაძლებლობა იქ, სადაც ხვები მხოლოდ ძველ და მიტოვებულ სივრცეებს ხედავდნენ. და ის ქმნიდა ადგილებს, რომელიც სიცოცხლით, კულტურით და მე ადამიანებით ივსებოდა. მას აქ უამრავი სიკეთე ნაკეთები. განსაკუთრებით ჯანმრთელობის კუთხით ადამიანებს ეხმარებოდა. ხელოვნება, არ ვიცი, რომელი სფერო გინდა ჩამოთვალოთ, არ ვიცი, ყველა სფეროში და არასოდეს არ ჩნდებოდა და არასოდეს არ უნდა ამაზე საუბარი. და ბევრი გეგულებათ ეგეთი, რომელიც უანგარო სიკეთეებს აკეთებს, რომ ამაზე არ საუბრობს, არ შუქდება და ტაშის დაკვრას არ ითხოვს ამისთვის.